რაჭა საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხეა, ცნობილი თავისი ბუნებით, ღირსშესანიშნაობებით, სამზარეულოთი და რა თქმა უნდა ფოლკლორით. სწორედ რაჭაში, კერძოდ კი ამბროლაურში ჩამოყალიბდა რაჭველი მომღერლებისაგან შემდგარი ფოლკ ჯგუფი, სახელად რაეო, რომლის ისტორიასაც მის წარსულზე, ახლანდელ მდგომარეობასა და მომავალზე ამ რეპორტაჟის მეშვეობით გაგაცნობთ. ჯგუფი რაეო ჩამოყალიბდა გარდაცვლილი დათუნიკას ხირტლაძის თაოსნობით. ის კაცი იყო სისხლითა ხორცით რაჭველი. დავით იგივე დათუნიკას ხირტლაძე ცნობილი რაჭველი მოცეკვავე, მუსიკოსი და ქორეოგრაფი გახლდათ. ის იყო საქართველოში ცნობილი ჯგუფების ეგარის, შირის და ასევე ანსამბლ რუსთავის წევრი. მის მიერაა შექმნილი რაჭველთათვის დამახასიათებელი ცეკვა ტაში ბიჭო გიარგუნა. ჯგუფი რაეო მან 2016 წელს დააარსა, ხოლო მის წევრებად ადგილობრივი, როგორც თავად აღნიშნავდა, მოზამთრე რაჭველები შეერჩია. დიდი შემოქმედების შემდეგ დაბრუნდა რაჭაში და აქ 1-5-6 ბიჭი ვიყავით მეგობრები ისეთები მისი, ვინც გნახა, მოგვიყარა თავი და ჩვენში რაღაც ნიჭი ნახა იმისი, რომ ამ ჯგუფს ჩამოაყალიბებდა. ძალიან ბევრი ვიფიქრეთ სხვათა შორის, აი რომ ვიწყებდით, რომ ეს ჯგუფის შექმნას რა დაგვერქვა სახელი და ეს რაეო შუმერებიდან მოდის ეს სიტყვა და რაჭაში მოვიდა დარჩა აი როგორც სვანეთშია მაგალითად ლილე მზისამოსლა იგივეა რაჭა რაეო. რაეომ შექმნისთანავე წარმატებულად დაიწყო შემოქმედებითი მოღვაწეობა. ისინი მიწვეულები იყვნენ ბევრ სხვადასხვა გადაცემაში და საზოგადოებას წარუდგენდნენ თავიანთ მიერ შექმნილ კომპოზიციებს, რომლებიც მოიცავდა როგორც რაჭულ, ასევე სხვა კუთხეების მუსიკასაც. რა თქმა უნდა, ელემენტები არის თანამედროვეც არის, ჯაზის ელემენტებიც არის ისინი, მაგრამ თავარი არის ჩვენი. დავით ხირტლაძე 2016 წელს ამბროლაურის კულტურის სახლის სცენაზე ახალი წლისადმი მიზღვნილი კონცერტის დროს გარდაიცვალა და ამ ფაქტს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. ძალიან ემოციური იყო ის ფაქტიც, რომ მისი დაკრძალვის დღეს დაიბადა ნანა ტრიშვილი, დავით თევდორეს ხირტლაძე. დათუნიკას ხირტლაძის გარდაცვალება იმოქმედა ძალიან სასწაულად იმოქმედა თითოეულ ჩვენთაგანზე რა. გარდაცვალების შემდეგ გვინდოდა რომ რაღაცა ისე გულით გაგვეგზელებია და მივიღეთ ნიჭიერში მონაწილეობა და ძალიან ბევრ ღონისძიებებზეც ვიყავით რა თქმა უნდა, მაგრამ აინც ვერ იმასვენით რა ბოლომდე და მე ამდენი ფიქრის შემდეგ 5 წელი გავიდა, 6 წელი, 7 წელი და მოვიფიქრეთ მოკლედ რომ ისე ეს ძალები მოგვემატებია ყველას და ისევე შექმნილი იყოს ეს ჯგუფი რა. ვიწყებთ ნელ-ნელა რა, იმ აღორძინებასაც და იმ წვერვალზეც მივარდა აუცილებლად მე მჯერა, იმიტომ რომ მის შემდეგ თითოეული ჩვენთაგანი განვითარდა კიდე ძალიან მაგრად და თითქმის პროფესიონალები გახდა ყველა რა სიმღერაშიც, ინსტრუმენტის ფლობაში და ასე შემდეგ და ეხლა კარგ სიტუაციაში ვართ მოკლედ რა, ვცდილობთ რომ ნელ-ნელა წავიდეთ წინ. 2-3 თვე ქონდა რეპეტიციები, ერთი კონცერტი ვაჩვენეთ ჩვენ ადგილობრივ რაიონში და აი ამ კონცერტზე აუცილებლად მოვიყვანეთ გვინდოდა ჩვენი სურვილი იყო რომ არ ახსოვს შვილს მამა და აუღვიძეთ რაღაცა ის სიყვარულიც და იმ ადგილზე დავსვით სადაც დათომცანდებოდა და უკრავდა და ადარა ავიყოლიოთ ბიჭიც რა იმაში კონცერტში ასე რომ მომავალში პირველ რიგში გვაქვს რომ ეს ჯგუფი გაძლიერდეს და ის პროგრამა შევქნათ რაც საქართველოს მასშტაბით მოეწონება. შემდეგ მე უკვე გავალთ რა საქართველოს მასშტაბით და ალბათ ევროპის მასშტაბითაც. ჩემთვის ეს ჯგუფი ნიშნავს პირველ რიგში იმ კაცის არ დავიწყებას და უკვდავებას. იმიტომ რომ ის სუფთა ქართველი ადამიანი. ეს ჯგუფი რო იქნება, ის სულით ახარებული იქნება პირველ რიგში და ჩვენი ერიც. რეპორტაჟი დავასრულოთ იმით, რაც ყველაზე უფრო კარგად აღწერს რაეოს. ჯგუფის მიერ შესრულებული მუსიკით. Amazon
Ravazlis monasteria Palavets mindagi Orgi oraloda Ravazlis monasteria